დღევანდელი რეჰანის ეპიზოდი და თბილისშია, არ გამოგზავნებთ, მაგრამ დროში გამოგზავნებთ და სტუმართან ერთად ვარ, რომელსაც წარდგენა არ ჭირდება, დღეს დათოლაბაძე იქნება ჩვენთან ერთად, მაგრამ რა სტატუსით ხარ, ეგ უნდა ვთქვა? 40 მჭამელი. რა სტატუსით ვარ, არ ვიცი. სტუმარი. ჭამას მის მოყვარული კი 40-ლას ვერ გაკადრებ, მაგრამ ნუ ჭამა გვიყვარს. ხო, ნუ შინაურობაში 40-ლა და ისე ჭამას მის მოყვარული. კარგი, მაშინ დღეს გვიყურეთ 40-ლების დღეა, რას გავსინჯავთ და რატომ მოვედით საჭაშნიკეში, რომელიც დიდი ისტორიის მქონეა და დათოს ახსოვს კიდეც, ხო? როგორ არ მახსოვს, აი ამ შენობაში, რომელსაც ჩაიგრუზია ერქვა შენობას, მუშაობდი რამდენიმე წელი. ანუ შეხვედრებს, იქ მუშაობდი სულაფნიშნავდი საჭაშნიკეს წინ. ამიტომ რაღაცა მაკავშირებს ამ შენობასთან. და განჩენს რავი მოგიყვებით. ძალიან დიდი მადლობა რომ დამპატიჟეთ. მე ვარ თქვენი მაყურებელი, გამომწერი. ყველა ვიდეო მაქვს ნანახი და ძალიან მომწონს და ნუ რავი, ყველაფერს კარგს გისურვებ. დიდი მადლობა. როცა დამიძახებ, სადაც დამიძახებ, ყველგან მოვა. რამდენ კაცსაც მეტყვით, იმდეს მოვიხვა. ჩვენნაირ მჭამელებს? უარესებს. უარესებს? კარგი, მორჩა. პირობა, ეს დავიმახსოვრე და დამახსოვრე. საჭაშნიკეში ისტორია უკვე შიგნით მოვყვეთ თან ერთად. შევიდეთ. გამარჯობა. ესეც ჩვენი ისტორიული შენობა. ეს შენობა ისტორიულია, მაგრამ სიმართლე გითხრა, მე აქ ერთი ლუკმაც არ მაქვს ნაჭარი. ეს საჭაშნიკე ჩემ დროს, მე როგორც მახსოვს, იყო ღვინის მაღაზია. უბრალოდ აქ გაცილებით მეტი ნაირსახეობის ღვინო იყო. ჩვეულებრივ კომუნისტების დროს გიყვებ, შენ არ გემახსოვრება. ჩვეულებრივ მაღაზიებში თუ ძირითადად ორდინარული ღვინოები იყო, რასაც ცუდი ძალიან, რაც მესმის რომ ხარისხი გაგუჭდა და ძირითადად რა. ბოთლის ღვინოები, ძირითადად პლასმასის თავსახურებები. აქ იყიდებოდა ძალიან ბევრი ტიპის ღვინო და ვიღაც სტუმარი თუ ყავდა და გაგზავნებდა და აქ მოდიოდი და იღებდა. დახქვეშ არავონ მაღაზიებია. ერთი პერიოდი ჩამოსასხმელი ღვინოც იყიდებოდა, რაც ნუ ძალიან იშვიათი იყო, ვერსად ვერ ნახავდი თუ მარანში არ წახვიდოდი. მაგრამ თავი რა არის, იცი? ამ ადგილს საჭაშნიკე ერქვა და როცა ტოპონიმიკაში გადადის რაღაცის სახელი, კარგია რომ ეს შენარჩუნდეს. აი მე ვცხოვრობ იპოდრომთან. იპოდრომი აღარ არის. მთელი ბავშვობა დავდიოდი გაზაფხულ, ვიკრიბებოდი კინო გაზაფხულთან. აღარ არის კინო. კინო ყაზბეგი, სახანძრო ჭავჭავაძეზე და ეს კიდე შემორჩენილი რომ. ძალიან გამეხარდა რომ საჭაშნიკე დარჩეს. მოკლედ აქ არის ერთ ჩემეგობარი ლევანი, რომელსაც შენც იცნობ. და მე ძალიან მიყვარს. კი, მაგას ველოდებით და ლუდი დავლიოთ მანამდე სანამ ლევანი მოვა. ლუდი როგორი გიყვარს და? ლუდი ბევრნაირი. მე ლეფესა ვიღებ. მეც ლეფე მიყვარს. ბელგიური ლუდები უფრო მიყვარს თუ ინდუსტრიულს მიდგება საქმე და ისე კრაფტი მიყვარს ძალიან. მე მიყვარს რომელ ქვეყანაში ჩავდივარ იქაური ლუდი. იქაურ ქუციხური. ხო, აი რავი, ესე მასწავლეს ჩემმა მეგობრებმა და სადაც ჩავდივარ იქაური. აქ ნებისმიერ სვამ. და ეს ლევანი მე მომწონს ლევანის მიდგომა საერთოდ ამ გასტრონომიასთან. მე ადრე მქონდა პოდკასტი გასტრონომიული და იქ მყავდა ლევანის სტუმრად და მათ გავიცანი და რომ მომიყვა როგორ უდგება ამ საქმეს ძალიან საინტერესოა და რავი მე მგონია რომ ყველა საქმე ესე უნდა აკეთო. ძალიან ბევრი პროექტია გაკეთებული მიუხედავად იმისა რომ ახალგაზრდა და აქაც რა მომეწონა იცი ამ სივრცეში როგორც აი ნოეს კიდობანში ითრია და აღადგინა და შემოიტანა ტრადიციული კერძები, ოღონ რაღაც რეცეპტები. მაგალითად, ყველა ჩემი ასაკის ადამიანს ახსოვს, რომ ადრე ყველაზე კარგი ჩიბურეკი იყო ისანში. 26 კომისრები ერქვა ჩემ დროს, ხე ისნის მეტროსთან. აღარ არის ვახტანგური. უბრალოდ გადაიტანე ზემოთ არის. ხინკალი. ჩემ ბავშვობაში ყველაზე მაგარი ხინკალი. აი
3-4-გან იყო მაგარი ხინკალი რა. ერთი იყო ნიავი, დიღომი სასაფლაოებს ვაცდებოდი. ერთი იყო წყნეთს რო გაივლი, რა ქვია, კაცო, ფეხბურთის საყურებლათაც დავდიოდი. წყნეთს რო ბეთანია? პანტიანის ბატონი გოგი და ქალბატონი ნანა, პანტიანის ხშირი სტუმარი ვიყავი. პანტიანის და ძალიან მაგარი ხინკალი იყო ჩობარუხი. ჩობარუხი არის ფასანაურს რო გაივლი, გახვალ თუ არა, იქ პატარა ხევია, იმ ხევს ქვია ჩობარუხი და იმ ადგილსა ჩობარუხი. ხინკალი არის მადლობა. ჩობარუხის რეცეპტით. იქიდან წამოვიდა. იქიდან წამოვიდა. მოიპარა იყიდა, რა ვიცი, მაგრამ იქიდან წამოვიდა. რა მნიშვნელობა აქვს, ფაქტია რომ არის. ქალაქური ხინკალი არის ჩობარუხის. ამიტომ გაგიმარჯოს, ამიტომ და მოუსვათ. გაგვიმარჯოს. მადას აღგვიძრავს და კარგია. მომში დავარჩიოთ ნელ-ნელა კეთება. ეხა თავარი ეხლა იწყება. კაი, გადავსხდეთ მაშინ დავარჩიოთ. პირდაპირ გადავსხდეთ? პირდაპირ გადავსხდეთ და ლევანასაც ვთხოვოთ, რომ შემოგვიერთდეს. გამარჯობა კიდევ. ისმენდი? კი. აი, ხო ხვდები რა უნდა დაამატო. ეს ის ლევანია, გათხოვო, გზაში ბევრი ილაპარაკა. წამოთ, გადავსხდეთ და წამო. იმდენი რამე აქვს ამ ლევანს გაკეთებული. მაგის სახელობის რაღაცა კერძი წესით საით უნდა მოდით თო შენ საიდან მე ორივე მხარეს სამუშაო მაქვს. ხო იცი? შენ აქედან გავაკეთე ჯობია მე. ლევანი აქედან. კარგი, დაბძან. ესე. ოპა. ბევრი მოყვადა თომ იმაზე კონცეფციაზე აქაურობის და ისიც თქვით, რომ ძალიან კარგია, როცა ისტორიას, ინტერიერს თუ კერძებს თუ რაც არის ინარჩუნება. კი, ძალიან საინტერესო თემა. ქაბაბი მითხარი გამახსენება არ მარტო ქაბაბი საიდან წამოვიდა? ქაბაბი არის ძმები რო არიან აზერბაიჯანში. ჩილიკები, ხო იცით? ჩილიკა, ვიცი. შენ ძმები იცი ხო? მე მამა ვიცოდი. ხო, მე იმ თაობის ჩილიკას დუქანი იყო რა ქვია იმ მეტროს? ისანი არა? ისანთან, ხო? ისან, ხო, ისნის მეტროს ზემოთ. მერე გაიყო, ორი ძმები იყვნენ, მამა რო გარდაიცვალა. ჩილიკას დუქ ძალიან ცნობილი. ქაბაბი იყო აი სასწაული. ქაბაბია მან. ანუ ჩილიკას ისაა ქაბაბი. კი, ანუ ერთი რავი რა. შემდეგ. დღეს სერიოზული ჭამა გვიწევს. პირველ რიგში ძალიან მიხარია თქვენი სტუმრობა. თქვენ ახალ პროექტს რეჰანის სახით ეხლა ხანს უკვე ყველაფერს ესე გადავხედეთ თავიდან ბოლომდე და მაგარია. ძალიან საინტერესოა. მართლა 23 წელიწადია სარესტორნო სფეროში ვარ და აი ერთ-ერთი ისეთია, რომელიც თან რესტორანს ეხება, თან კონცეფციას, თან სხვა იმ გარემოებებს, რაც არის და ძალიან თან რა, იცი მაგარი? ესე ჭამაზე გადაცემას ვერ ნახავ, რომ ესეთი ესთეტიური კომპლიმენტი. კი, მოკლედ ძალიან წარმატებებს რომ არის, როგორ არ არის, მაგრამ აი რომ ისა მომწონს და რაღაცა ეს კოლაბორაცია და ეს ამბავი კიდე თქვენ ერთად დათო კიდე იმიტომ მიყვარს რომ თავის საქმის ხო პროფესიონალია, მაგრამ რა მომწონს იცი აი ისე ჭამს რომ ჭამას მოგანდომებს. ნიშნავს რომ მამაღლა იცინეს. ხო. მაგარი საქმე მაქვს ნამო. მაგა შეიძლება გაჯობო რა. მამაღლას იცილში და არა, რას თავარია ჭამა უყვარს. ზოგადად მართლაც რა, ანუ ამას ის კი არ არის. აი ყველანაირი კვლევა ამბობს, რომ გასტრონომია, ტურიზმი ნომერ პირველ ადგილზე გადავიდა მთელ მსოფლიოში და ჩვენი ქვეყნის ინტერესიც ეგ არის. ზუსტად თუ დავაკვირდებით, ანუ ადამიანები ყველაფრით რაღაცა შეიძლება უკმაყოფილო წავიდნენ და ჭამის დროს ვეუბნები ისეთი ჭამა ქონდათ, რომ რა ვიცი, კარავში მეძინებოდა სადღაც ერთ ადგილას და მართლაც კი, პოტენციალი გვაქვს. პროსტა ეს ყველაფერი და ხო, გვაქვს, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ. ნახე, აი ძალიან კარგია ზუსტად მაგიტომ ვამბობ, რომ ისტორიები და კონცეფცია ესეთი ადგილებისთვის და რეგიონებისთვის, რესტორნებისთვის, იმიტომ რომ განვითარდე რა, ეხლა გვაქვს და მორჩა აღარაფერი გააკეთო ამისთვის. სხვა შორის რამდენიმე წლის წინ სასამხეთში ვიყავი რაღაც ბიზნეს ტრიპი ხონდა და იქ შევხვდი რაღაც სომეხი ბიზნესმენები არიან და გითხეს რომ ჩვენო გიждდებითო ქართულ გასტრონომიაზე.
მაგრამ ესება გარდა იმისა, რომ ტრადიციული რაღაცები გაქვს ფიუჟენიო რა. ხო, აი ბოლო წლებში დაიხოცა. ისე გამიხარდა. ჩამომითვალეს რამდენიმე ქართველი შეხვი, რომელთანაც სპეციალურად ვიდან ჩამოვიდა, საკმაოდ შეძლებული ხალხი და აქ რაღაცებს შეჯავენ და მიდიან. აი სიამაყით ავიღეს რა. ხო და ანუ რა ვიცი, ჩვენ პროექტებს რასაც კი ვაკეთებ, ხო, ანუ ამ სფეროში თუ კიდაც გასტრონომიული დუქანი რიგი, პური გულიანი, რესტორანი ბარბარესთან. აი წინა სერიებშიც ნახე რა. კი, ჩვენი მოფიქრებული კონცეფცია, იდეა, ასე ვთქვათ, ყველაფერი ჩვენია და ეთქი ამას ხელს მოაჭირია, რომ უკეთესი აღარ გააკეთა. მარჯვენა. ხო და აი ამაზე უკეთესი რესტორანი აღარ გააკეთა. ეს კონტექსტი თქვენ რასაც ლაპარაკობთ, თუ გინდა სხვა ვიდეოებში, თუ გინდა დათუმე და შე რაც ვილაპარაკია, ძალიან მნიშვნელოვანია მართლაც, რომ აი ისტორიული რაღაცა ამბავი, ისე კი არა უნდა აი გადაჭარბებულად მხოლოდ ისტორია რო არა, ანუ აი ეს ამბები ყველა საინტერესებს ქართველებსაც კი, აი დათუშე რომ ვიტყოდი მაგალითად, რომ მამაშენს ეუბნებოდი, რომ რაღაც საჭაშნიკესთან მივდივარ რა, საინტერესო ამბავია რა. მაშინ მუშაობდი. მეც აქ მუშაობდი, მაშინ სამინისტრო იყო ჩაიგრუზიაში. და მეგობრებს რომ ვეუბნებოდი რომ საჭაშნიკესთან შევხვდეთ, მეუბნებოდი რა საჭაშნიკესთან ჩაიგრუზია უთხარ. ჩაიგრუზია არ იცოდა მე ანუ საჭაშნიკე დარჩა ზუსტად იმ ადგილად და ხო, მისამართად სადაც შეხვედრის ადგილი. კი, აი მე რო პირველად აქ მოვედი, აი ესე შემოსულიც კი არ ვიყავი, როგორც ბარიელებს აქ ვხედე, უკვე რაღაცნაირად გარეთ რაღაც ჰოგვორტსივით არის. ხო და რაღაც ცოტათი თან ის იყო გამწვანება იყო ესეთი გადაფარული და მეთქი ეს რა არის და იქ ეწერა კიდეც მე საჭაშნიკე აწერია და აი იქ არის ის რა ქვია გადმოვიტანეთ მე ეს ყველაფერი ბრენდინგში 1979 ზუსტად ეგეთი როგორც ყუთებზე არის აი ეგეთი ნიშანი აქვს მარჯვნივ კუთხეში რა ეს ეძებს რაღაც რეცეპტს მაგალითად ოსტრის რეცეპტი იპოვე ვერ ვიპოვნე ანადა რასასაცილოა დაგუგლავ და ხო და ისტორიული ნებისმიერი თავი ხალი გეთქო ხო თუ რატო აი უკვე ჩეულებრივ კეთს ზოგადად რა ვიცი რა ეს რა ოსტრს ეძებს იცი სტალინის მზარეული სტალინი რო გარდაიცვალა ყველიძე იყო ესეთი ჩამოვიდა საქართველოში და აკეთებდა მაგარ ოსტრს და იმ რეცეპტს ეძებს თან რო შეუყვეთ უკვე ნერვიულად ოკეი ეს ლაილუი კარგია მაგრამ თან რო შეუყვეთ კი ბატონო შეუყვეთ შეიძლება დილით ვისაუზმე არა რა ვისაუზმე რა ვიცი გუშინაც არაფერი არ ჩამ ძალიან კარგი იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე გვაქვს შეკვეთილი მე სხვათა შორის ისე ჭამაკი მიყვარს მაგრამ ძალიან ბევრს ვერ ვჭამ ხო და მე იცი რას უყურე ბოლო საეჭვოსთან ერთად დარტს რო თამაშობდით და ჯანელას ისიც ტვიჩიც რო შენაიღე დღეს დათო რამე ჩემს ასოციტურთ მოყარე დავმარცხდით მე მინდა რომ დღეს გაჭამოთ ანუ ორი ფორმატის რაღაცები შევჭამოთ რა ერთი შევჭამოთ აი ეს რაც ტრადიციული და ისტორიული და მოდერნი დავახო არა ისტორია ვჭამე თუ ახლა ცოტათი თანამედროვე რაღაც გასტრონომიული რაღაცები რაც ისევ ამ კონტექსტშია და ისევ აი ამ თემას ეხება სხვაგან არ გარბირს არსად რა ჩებურეკს ხო შევჭამთ იმდენი ილაპარაკა ჩებურეკს აუცილებლად აი ეს ქალაქური ხინკალი აუცილებლად ქალაქური იმიტომ რომ მაგას თავისი ამბავი აქვს მე აი დათო ძალიან კარგად თქვა სხვათა შორის მაგ ამბავს ხინკლის მოყოლა უკვე არის ამ ორ ხინკალი უნდა ჭამო რას ქვია ხინკალი მოუხევი გამოდი გაბაძე მოყევი ხინკალი ვიმღერე ხინკალი შეიძლება ეგეთი რაღაც ხინკალი უნდა იცხო კიდევ კაბაბი აუცილებლად უთხარი მწვადი უთხარი უთხრა კი ბატონო სტეიკი უნდა უთხრა და მწვადი გვინდა ხაში აქვს კი ბატონო რა იცი რაღაც კერძები არის რომელშიც პატარა პერო ურევია აი ამათი ხაში არის ხაშია მაგრამ პერო ეგეც მაგას კი აი ხა ისეთ რაღაცას ვეთქვი ოკეი მუჟუჟი ხო მუჟუჟია ეს არის პერო ყველაფერს ერთად ვერ შევი აი არა ეს უნდა გავსი
აი რაც თქვა ეგ ყველაფერი ბადრიჯანი გაშლილი ლევან შეგიძლია აღარ მინდა მე რას მეკითხებოდი აგერ იცის ყველაფერი რა არხლის სალათი ყველად კი არ მოგიყვანა აქ მოდი ბადრიჯანი ავიღოთ ჭხირებად კი ბატონო ის უნდა ეხა შენ დაამატე წვადის და სტეიკიც ორივე იყოს იმიტომ რომ სტეიკი იყოს ოღონ ეგ თითო იყოს რა ბევრს ვერ შევჭამ კი სტეიკი მაგრამ მაინტერესებს ხაშსაც დაგემოვნებთ. ხაშს ვერ დავაგებო მე კი დავაგებონები ვერ დავაგებო კახეთიდან ვარ, ციხნაღიდან ვართ ახალი ჩამოსულები, დიდებული ეს ქონა ეპიზოდი და ხო ნახე სვათაშორის და ძალიან ცნობილი ის არის ვაზისრებელი ქრა ხო ხმისრებელი ჯონი ჯონია ხო გუდმანი ანუ აი ნებელი გია იყო ჩვენი მასპინძელი და აი რა ისეთი ძალიან მაგარი კაცია ხაშლამა ხო ცალკე ფილოსოფიაა კიდეც თქვი მე როცა აი ხაშლამაც რა ანუ თუ გინდათ რა ხაშლამა ძალიან მინდა რომ მქონდეს აქ აი ყველაზე მაგარი ხაშლამა მაინც ჩემთვის არის კახელებში ახლა რა ხაშლამა ჩემი მეგობარია ვენაცვალე მაგას აი კარგი აი ძალიან თლიანი უნდა მოხარშო აი ძალიან დიდი რაოდენობის ხორცი აი ერთი სახაშლამი აი სახაშლამი უნდა გახსნას ხო მაგიტოა რა ერთმა კახელმა მითხრა ქელეხშიო 100 კაცზე მეტი თუ არ არის დაპატიჟებული ხაშლამა არ იჭმება მართალი თქვია ბევრი უნდა იყოს რა კარგი აბა რა მოვიდა ეს არის ეს პრონსკი მუჟუჟი აი ამას ეხა არ გადამრია ამოცნობაზე რომ იგიყვანო ამოიცნობ რომ ესეც პრონსკი ჭარხლისა და თემა ეს ძალიან მოეწონა გენაცვალე ხო ხდები და ეს პრონსკია და იმაზე არა თქვა რომ პრონსკია ესეც ხო პრონსკია ვიზუალურად მე ძალიან მოეწონა ეს რაღაც соусია აი ეს არ ვიცი რისია აი ყემალი უნდა გასინჯო კარგი სუნე მაგრამ ეს რა ვიცი მართლა ეხლა თქვენ მიიტვით მე მიგატოვებთ და ესე ვთქვათ ყველაზე სამართლიანი რო იყოს დაგემოვნება აბა ველოდები ეხლა მიგატოვე და შიგა და შიგ შემოიღე კარგი აბა წარმატებები არ ვარ წინააღმდეგი ბიჭო ეს რანაირი მუჟუჟია დაია მუჟუჟია პერო კი აქვს მაგრამ მუჟუჟია აი ეს მწვანე რა არის ძალიან გემრიელია მართლა ძალიან გემრიელია ეს соуსი როგორ უხდება თუ რა არის არ მწვანე რა არის რაღაცა პესტოსავით არის მწვანილებით არის ხო არ მეგოია ეს ჭაჭას დაგემოვნებინეთ კიდევ იმიტომ რომ ცოტათი აპეტიტი გავაუწოთ რა თან რაღაც აი იღებ სწორედ იღებთ ანუ მადა გავაღვიძოთო მადა გავაღვიძოთ ლევანმა არ ვიქნებით წინააღმდეგ თუ ვიქნებით წინააღმდეგ ნოდარდუმადეს აქ მაშინ ნუ გააღვიძებ რაშია არა არ მუჟუს ეგ არის კინზი ნიორი და ეგრეთ წოდებული აიოლის соуსი რაც არის მაგასთან ერთად რა ძალიან მაგარი соуსი ორჯერ ნახადი ანუ წარმოდგენა რომ შეგექმნათ ანუ ერთხელ რომ გამოიხდება ჭაჭა ხო მე ის მარტო ჭაჭა იხდება თვითონ და მეორე გამოხდეთში ამბობენ რომ ეს მეთანი რა რაც აი ძალიან გვათრობს და რაღაცას რო უშვა და რაც ძალიან მავნეა ეგ როგორც ვიცი მაქსიმალურად ეცლება რა მეორე ნახატში ხო გააგემოვნეთ აბა გემრიელად მადლობა ანუ ახლა ჩვენ სვამთ ჯანსაღ ჭაჭას გაგვიმარჯოს გაგვიმარჯოს ჯამთელად ვიყოთ რახან ჯანსაღია კარგ საქართველოში გვეცხოვროს ბედნიერად მხიარულ საქართველოში ხო მე ვაწვევი მხიარულ საქართველოს კარგი ჭამაზე რო გვეფიქროს მარტო შევდა თქვა მadzღარ საქართველოს აი ყველა თავის სფეროს რომ მიხედოს ვიცხოვრებ ჯამთელ მხიარულ მadzღარ საქართველოს ბედნიერ სიცილით და გემრიელად
ვა ყურე მისაყოლებელი ხო ძალიან მაგარია რო არ მიდის. აი ძალიან მაგარია. ეს არის ჩვენი ჯონჯოლია ესე ჯონჯოლი ხო იცი როგორ უნდა იჭა? კი რა თქმა უნდა ხელი ძალიან მაგარი ჭაჭა. მოუხდა ჭაჭას ჯონჯოლი კაია? კაი. ჭარხალი, რუკოლა და სავარაუდოდ ტყემანი და ქინძი. ქინძი მაგარი მწვანილია მე თუ მკითხა. სასწაული სალატია. ძალიან მაგარია. სასწაული სალატია რა. ეცადე ამაში რამე ქნეს ჯადოსნობა უქნეს ამასაც რამე თუ ჩვეულებრივი ჯონჯოლი აქვს მოტანილი გავსინჯო. აუ რა კაია. ხო მაგარია. ძალიან მაგარია. აი დნიანად გიცოცხლებს მიზღროს. მომდევნო კერძისთვის ამზადებს. მადლობა. სასწაულად გემრიელია. თან სიმჟავე, თან სიტკბო ჭარხლის და ცხვის ყველი. ყველაფერია. ამ კერძი სამშობლო სიყვარული. მყიარულება. просто ვიზუალი ნახე. ფანტასტიკური ვიზუალი. ბადიჯანი თუ შეიძლება ესე გაიშალოს. რას წარმოიდგენდა კაცი? ესე თუ შეიძლება ბადიჯანი გაიშალოს და აყვავდეს. საქართველოს რა მოუვაწყო. შენს რო შაქარი. გამწინდება. გაშილი ბადიჯის ერთ ფურცელს. ერთ ფურცელს ან რაღაცა ისეთი ჭარხლის სალათი ისეთი, აი, ნამცეცებს კეიკავ. რამდენიმეჯერ ვარ აქ ნამყოფი და პირველად რო შემოდიარ გამარჯობა და მე ჭარხლის სალათს უკვეთავ. ძალიან გემრიელია. აი, ხო არის, რესტორანში მიდიხარ რაღაც საჭმელად და მაინც ეს რაღაცა ძირითადი კერძია. ჭარხლის სალათი ისეთია, რომ სტარტერზე მოხვალ. ხო, თან ვერ ამბობ, რომ ჭარხლის სალათზე მიდიხარ. ცოტა ვიტყვი. არა, კი, იტყვი კაცო, ხა შენ მაინც მანდილოსანი ხარ და ამხელა კაცი რო ჭარხლის სალათზე მივდივარ. ნუ უკვე არ არის ლამაზი. მამა, აქეთა ბურცელს ახლა მე დავაგემოვნებ. კერძი. ჩვენთან ბადრიჯანი, ძირითადად ხო ნიგზიანი ბადრიჯანი და აჯად სანდალი. და დედაჩემი მიკეთებდა აუ რა კაია. ესე თხლად წვავდა ბადრიჯანს და ნიორსოს, აი და ქინძი. ქინძი, ჩემი საყვარელი. ჩემი საყვარელი. საყვარლის ძალიან მდგომარეობა ბადრიჯნის. თითქმის დაბრაწული და ცხელიწყო გემრიელია აი და ეს არის караკი, რომელიც გრილში უწვავთ. ლუდის ბაზაზე დამზადებული караკია, რომელშიც გრილში უწვავთ. დაბალ ტემპერატურაზე. აჰა. ყვამლებაში და აი ეს პური რო აიღო და რო გადაუსვათ. კაი. ეხა ჭაჭას დაისხავთ. ეხა ვიზამ. დააყოლებთ. ეხა ვიზამ, ნუ მომწყვიტავ, ეხა გაშლილ ბადრიჯანს. არ გვაცადა ტკბობა ხო? ფანტასტიკა ბადრიჯანის გაშლილი ბადრიჯანი. აი სულ შინაგანი მე მეუბნება რომ დატოვე ანა მეტი აღარ გინდა და ხუთი соуსი რომელიც უნდა გასინჯოს სანამ ცოცხალი. ეს უნდა გაყიდო ციგნის მაღაზიები. ლუდის ბაზაზე დამზადებული караკია, შებოლილი ჩვენს მიბრასას გრილზე. ორივე მართალი ვიყავით. ლუდი იყო და შებოლვა. ლუდი თუ ესეთი წვიმიანი იყო არაფრით. ლუდის კონია ფაქტიურად. ლუდის სქემი. კაი, ნახოთ. და სვანური მარილიანი პური. ძალიან გემრიელია. караკიცი როგორ მიყვარს? მე მგონი რომ შემოვიდეთ მარტო караკიანი პური უნდა აღვიყო. და ჭარხლის სალათი? არა, ჭარხლის სალათი. ჭარხლის სალათი ჯერ ის არის აქ. დაუძლეველი სიმაღლეების კერძია.
კარაქიანი პურის მოყვარულების ცალკე კასტა არსებობს. მე ვარ მართლა? კარაქიანი. მე მე. გიზდები კარაქიან პურზე. მეც და მუშენ არ გეტყობა უბრალოდ რომ გიზდები კარაქიან პურზე. ძალიან მიყვარს. მართლა კარაქიანი პურზე მოსვლა შეიძლება. ვახ. მოდი. აი ეს ძალიან კი მინდა პირველი კიდე დავაყოლა, სეტი. მაგრამ პირველი მორჩენილი. სეტი. ამოიწო, ეხლა შემოვთ ცხელები. соусებს ხელს არ ვადებთ. არა, ნუ ლევას დაგვაფიცა დაპირდით. ეხლა. ხო. ხუთი соуსი რომელიც უნდა გასინჯოს სანამ ცოცხალი ხარ და ამასობაში ამასობაში ჩემპიონი. მოიყვანეს. მე მართლა მოიყვანეს. რა გავაკეთე, იცი? აი ნებისმიერ საკაბაბში წაგიყვანე. აი ვიცი თბილისში რამე ეს არის? ადგილზე რა კაბაბი რომელი გემოსა. სახაზავი არა გაქვს? გლობენ ხუთს. სახაზავი არა გაქვს? ეს ზუსტად შუაზე თუ არ გავჭერით, შეიძლება ჭუბიდან ვეპარ. და აი ეს არის ჩემპიონი соуსი, რომელთან ერთადაც ეს ყველაფერი უნდა გასინჯო. დანარჩენი რა არის? ხელი არ დაადო ჯერ. არა, ნახე. არ თავი არ დაიღუპო. ისთანა იყო სტეიკის და თავი არ დაიღუპო და მეც არ დამოიღუპო. დავამატებ თუ რამე, ბევრია კიდე გასასინჯი. ნახე? ისა ქაბაბს ხო იცი როგორ უხდება ჯამა? კი ბატონო. აბარა. აბარა. ესე დაგვაწდეს. ის იყო. რა შვები, კაცო? 5 კოვზი რატომ მოყვა ამას? კოვზით იღებ, კოვზით ბოდიში. და პირდაპირ კონტაქტი. ზედეას. ეს ამ კონცეფციას ვემხრობი. კარგი. ერთ-ერთ სოფელში რაღაცა ისე ქორწილი იყო თუ დღეობა. არა. კი არ მახსოვს, მაგრამ ჭირი შემოსულებს თულხინი. ეკითხებოდნენ, ჩანგალი გნებავთ თუ ხელსახოცი? და თუ ჩანგალი ხელსახოცი რაში გჭირდება? და თუ ხელი ჩამაში ხელსახოც მოვა. და რომელი აირჩიე? იყავი? თუ მე რა თქმა უნდა გადმოცემი. ხელსახოცი. ჩანგალი ეს არის მოთრეული რაღაცა, რომელიც საერთოდ არ უხდება. რომელიც გურმანებისთვის არ არის, კაი. როგორც დათო მირჩია პირდაპირი კონტაქტით. კოწახურებია თუ რაღაცები, აი ეს რა არის კოწახურია რა. კაია. კაია. ძალიან კარგია. კაია. აი მაგალითად რა, წნორში რო ჩახვიდეთ, ცხონებული დაიღუპა. გლუტო მეყასმე ყველა ვიცის. ეხლა იმის ბიჭები აგძელებენ ამ ხორცის ამბავს და აი გლუტოს ბიჭების მეყასმის ხორცია მწვადის რა. აი მე ხანდახან ჩავდივარ და იქ ჭამხობმე, იმიტომ რომ აქ თბილისში მწვადი არ არის ესეთი საინტერესო. მაგრამ ახლა უკვე რო იყოს. აქაც მუდამ არა. სტილობ რო იყოს, ანუ არა, სტოპში ბევრი ხო ხდები, იმიტომ რომ რას მიდიან ისი ისინი ნახულობენ ყოველ ღორს, ანუ აი ხორცს კი არ ყიდულობენ, ანუ მიდიან ღორს ნახულობენ. ის პრემიქსი რაც არის, ხო იცით ან სტილობენ რომ არჩევენ, ხო ხდებით და აღარ ჭამიცი? ხო და აბა ეს გასინჯე იქნებ დაგიბრუნო ეგ ის რა ქვია რა იცი მწვადს არ უყვარს ბევრი ლაპარაკი. მწვადი აიღე შეჭამე. ნახე არ მელოდება, ამას ვერ დავტოვებ ერთი წუთით. ძალიან მაგარია ეს соуსი. აია. მაგარია. მიგივე соусთან ჭამარ მე? ჩემი აზრით არ მწვად соуსი არ ჭირდება. ხო, მე შეეხო, ჩემი მწვად შეეხო соуს. არ შეეხო. ერთი წამით შესვენება მჭირდება. ქაბაბი გავიაზრო და გადავედი მწვადზე. соусები არ ვიცი, მაგრამ ეს არის ის მწვადი, რომელიც სანამ ცოცხალი ხარ, უნდა გასინჯო. ძალიან მაგარი მწვადია. ძალიან მიხარია, ძალიან დიდი მადლობა. მე ნახე ერთი ნაბიჯით გასწრებ. თუ რამე ჯერ მე და მე მართოს. სტეიჯზე რაღაცის მოყოლა უნდა და აი მოვაყორებ. აი მოვედი კიდევაც. ესე იგი ეს არის ქართული სუკის სტეიკი.
ბევრი ვეცადეთ რა, საქართველოში ახლა ამჟამად გვიჭირს ზოგადად ამ ხორცის დავარგებულია? ძალიან გემრიელია. 20 დღის დავარგებულია. 21-ის არა, 20 დღის დავარგებული არის და რავი, აი რაც არის რა. ამაზე კარგი ხორცი მე ვერ ვნახე. 21-ის მე ხო იცი, შეიძლება ჩაიწვას სტეიკი. გადავს, როგორც ყოველთვის. აჭკო. და აი ძალიან უხდება ეს соуსი. ეს არის ბარბეკიუს соуსი. соуსის გარეშე უნდა შეჭამო ჯერ და მერე соуსი. ესეც აქ ინდოს ესე. დააგებუნეთ მასთან. მწვადმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მასტრებს რა, ვერ ვეწევი. ესეც ძალიან მაგარია. კიდე მინდა რაღაცები ავიღო, მაგრამ არ ვიცი. მე რაღაცა რო გავუსინჯავ. გავეთ ხინკალი და კაბაბიკისა, ხინკალი და ჩიბურეკი გაქვს გასასინჯი. აუ! რატომ ყავთ? აუ! ეხა უნდა ვიგებდე მე ამას. მე შევუკვეთე? ძალიან გემრიელია, მით უმეტეს ქართული ძალიან ხორცის გემრიელია. პირობაზე, იმიტომ რომ მე მგონია რომ მოგეწონა თქვენ მე მგონი და არ მოგვეწონა თქო უთხარი თორე არ დაგვანებებს თავს. არ მოგვეწონა თქო უთხარი ძალიან. ძალიან მაგარია. ქართული ხორცის პირობაზე შეურაცხყოფას არ ვაყენებ ქართულ ხორცს, მაგრამ სტეიკისთვის არ არის ხოლმე ეს ქართული ხორცი ვაღიაროთ. სასწაულია. ნორმალური და კარგი სტეიკია. მე ვეღარ მჭამარჩა. გავგიმაჯოს. თუ ის ვიყოთ ვინც ვართ. კარგია. მოკლედ, შემდეგი კერძი არის შნიცელი. შნიცელი. შნიცელი შევუკვეთე? შნიცელი არ შეგვიკვეთია. შემოგვაპარეს. მეზობელი ზობრიდან გამოგვიყვება. მადლობა მეგობრებო. მეზობელი ქალაქიდან გამოგვიყვება. მეზობელი ქვეყნი, მეგობარი ქვეყნიდან. 90-იანებში ბატონი დავითი თანხმება შნიცელი იყო ძალიან პოპულარული ქალაქში. არა, ერთ-ერთი მართლა? პირველი კერძი თბილისში? შემოვიდა, ხო? ერთ-ერთი პირველი კერძი შემოვიდა შნიცელი, რატომღაც ცეზარი და ბერძნული რა. აი ეს იყო პეროცკაიაზე, რაც ესე ვთქვათ, ძალიან მოდაში იყო რა. მოდი ახლა გავიყოთ. რა გავიყოთ? გავიყოთ და ვიბატონოთ. ჩაარჭე შენი. აი, ჩემი. ნახოთ. გადარჩები. ამებს რომ ტოვებ, არ გეგონოთ რომ არ მომეწონა და იმიტომ ტოვებ. გადარჩები. იმიტომ რომ მე წინაზე რო ვიყავი, დაახლოებით შენი კომპლექციის გოგო იყო, იგივე ჭამა და გადარჩა. მე მოიკითხე და გადარჩა. ეს ტყუილად არ იქნება, მოაწურე? არ გინდა? მართლა მგონია რომ ვერ გადავრჩებით. გადარჩები, ნუ გეშინია, ნუ გეშინია. ძალიან გემრიელია ყველაფერი. თუ არა მე შელოცვა ვიცი. შელოცვა თუ გამოლოცვა? შელოცვა. აბა რამ გადამარჩინა ესეთი ჭამის პირობებში. რაღაცა ჯადოსნობა თუ არ იცი ადამიანი, ვერ გადარჩები. ძალიან მომეწონა. არ მქონდა ამათი შნიცელი ნაჭამი. ყველაფერი უქენი? ძალიან მაგარია. ძალიან. არა, მე ერთი რჩევა მაქვს, როცა მოხვალთ აქ და დარწმუნებული რომ ამ ეპიზოდის მერე დაინტერესებს ჩვენს გამომწერებს და მაყურებელს, ყველაფერს ერთად შევუკვეთავთ. გადაანაწილეთ რა. ყველაფერს მართლა შევუკვეთავთ. ჩვენ გადადებული გვაქვს თავი. დღეს. აქვე გამახსენდა. იმ დღეს ერთ-ერთმა გამომწერმა დამიწერა, რომ ძალიან კარგი არხი გაქვთო და ვიდეოში თქვი ხოლმე რომ გამოიწერეთო, იმიტომ რომ არ ყავთ ბევრი გამომწერი და გამოიწერეთ რეჰანი. კაცები ალბათ უკვე გამოწერილი გეხონებათ. დალაიქეთ ეს ვიდეო. დაგვიკომენტარეთ. დაწერეთ კომენტარი და გამოიწერეთ აუცილებლად ეს არხი, იმიტომ რომ კარგი სმეც ამ არხზე ვერაფერს ვერ ნახო. კარგი ჭამის. კარგი სმეც. აი ჭამასმა. ბანანი მეყვარდა ძალიან ბავშვობაში და მე იცი რა მახსოვს, ბანანი არ ვიცოდი. რა სხვადასხვანაირი ის მოგონებები. ბანანი ღირდა 50 თეთრი და ჩემო მშობლებმა რო იცოდნენ რომ მეყვარდა, მყიდულობდნენ ხოლმე ერთ ცალს.
და მთელი ბავშვობა არ მithოვია რომ მეტი მიყიდეთ, იმიტომ რომ 90-იანები იყო, ახლა ვიცოდი ჩემ მშობლების ფინანსურობა. ესე რო იყო იმათ ბუჩქა. არ მინახავს ერთად. და დღეს ჩემ სახლში ბანანი სულ არის ბევრითან. 90-იანების ტრავმები. 90-იანებია და ჩემ მეგობარს ყავს პატარა ბავშვი საყვარელი ხუჭუჭა გოგონა, აი უსაყვარელს არ მინდა სახელი და გვარი ვთქვა და ბიჭო როგორი დროა იცი? სნიკერსი არის ფუფუნების საგანი. აი ჩემ მეგობარს როიალი და სნიკერსი აქვს. აი ძალიან როიალი უფრო ნაკლებად ფუფუნების საგანია ვიდრე სნიკერსი. და ამ ჩემ მეგობარს ყავს მეზობელი, რომელიც შეძლებული პიროვნებაა და იმასაც ყავს პატარა ბავშვი და ეს რო გადის იქით ამ სნიკერს ხო ხედავს და მშობლებმა უთხრეს, რომ სნიკერსი არაფრით არ შეიძლებაო, იმიტომ რომ ბევრი შაქარი აქვს. ხო, რაღაცა ისტორიას ყვებით, მეგობრებო. აი რა. მოვიდა ჩიბურეკი არის. ჩიბურეკი თუ ჩებურეკი? რომელი დათო ისე უფრო რომელი? როგორც გინდა, თუ გინდა ჩუბურეკი დაუძახებ. თავარი შინაარსი არის. და რავი, ეს არის ალბათ ერთ-ერთი სხვათაშორის არ ვიცი ამის ისტორია რა. ესე ყოველთვის უყვარდათ და ჭამდნენ ქართველები და მით უმეტეს ამ დროს რა ესე უცებ საჭმელად ყოველდღიურობაში ისეთი ჩემ ბავშვობაში ჩიბურეკი იყო ძალიან იაფი მისაყოლებელი. ხო, რა გინდა არ გახსოვს? ჩვენ მახსოვს ივერიის ქვეშ იყო საჩიბურეკე. ქონდა ჩიბურეკი და ლუდი. არახ შენ შეიტანდი. ხო, არახზე. ერთი პერიოდი სანდრონი ვარ უკვე. მე ფიზიკოსი ვარ და ჩვენ ფაკულტეტზე ერთმა სტუდენტმა გამოიყვანა სასმელის მარგიქმედების კოეფიციენტი. ეს ნიშნავს სასმელის გრადუსს ამრავლე ბოთლში მილilitrების რაოდენობაზე და ყოფ ფასზე. რომელ სასმელსაც ეს კოეფიციენტი მაღალი აქვს, ის უფრო გათრობს, ანუ ფულის ერთეულად მეტი ალკოჰოლი მოგდის. რო გადავიანგარიშეთ, ეს კოეფიციენტი ქონდა მაღალი კუბურ რომს. მაჩუქეთ ხო რა, რა უნდა გავაკეთო. აი ესე. კუბურ რომს. ძალიან მაგარი ფორმულა. რომელიც იყიდებოდა ლიტრიან ბოთლებში. ამას დავთვლით და კომენტარში დავუწერ ეპიზოდში. კი, ძალიან მაგარი. ცნობილი ამბავია, სასმელს, ანუ რო გაქვს 5 ლარი, რითი უფრო დათვრები. აი ესა. კუბურ რომს ქონდა და სხვა შორის რუსეთში რატო სვამდნენ იმ კრიპლიონე ვინას რო ეძახიან. ხო. მაგას აქვს ყველაზე მაღალი ეს კოეფიციენტი. და ჩვენთან ქონდა კუბურ რომს, ლიტრიან კუბურ რომს. ვიდულობდით იმას ჩაიდებ პანსაცმელში. მიდიხარ 30 კაპიკი ღირდა ჩიბურე. 30 კაპიკი. 30 კაპიკი. ორ ბოთლს ამას აიღებ, ამას კუბური რომი გაქვს და სამლარად პროლეტარი. კარგად იგრძნობს. პროლეტარი ან მიაგნებს სახს, ან ვერ მიაგნებს. 3-5 მანეთი. მაყურებელს 9 წუნის ხმა უნდა მოასმენო. 9 წუნა. არა, ნახე, 9 წუნის ხმას როგორ ასმენიებ? მოიტანე. უკრავს ხელოვანია. ჩებურეკი მღერის. მე სნიკერსზე ისტორია დამიწყებია, ჩებურეკის მერე უნდა ხოდა, მოყვე. ამ ბავშვს უთხრეს, რომ სნიკერსი არ შეიძლებაო, რქები ამოგივაო. აი. და ერთ დღესაც შემოვარდა ბავშვი და ტირის რა ხდება უთხრეს, უშველეთო ეხა რქები ამომივაო. არ გაუძლო გულმა და შეუჩამა. რა ქნან ეხა, არც ის გამოდის რომ უთხრას რომ არ ამოგივა, მე სულ მოითხოვს. და არც ის გამოდის. ეწოდებათ ბავშვი. მამისა მოიფიქრა, ჩქარაო, თავი დაუბანოთო. მე გამიგიაო რომ თავს თუ დროზე დაიბანო, რქები არ ამოგივაო. ეს ძალიან ხუჭუჭა ბავშვი იყო. შუქი არ იყო და წყალი მაგ დროს. ხო, რა თქმა უნდა. ძალიან ხუჭუჭა და თავის დაბანაზე სულ ტიროდა და ჩქარა დამბანეთ და დაბანეს თავი და ისვა ხელი არ ამოუვიდა. მეორე დღე შემოდის ამახატ. თავი დამბანა. ისევ ჭამა. ანუ აქედან მორალი. მორალი. იაჩვიეს ბავშვს. თავის დაბანას ხომ იაჩვი.
ჭადა. აუ, ნახე როგორ ჭამ. გავჭრა. შეხედე, აი ესე ჭამ, აი. მართალი. ოინა გამარეცა და. ხორცამდე ჯერ ვერ მივიდა. გადამარჩა. თავარია თებში არ მოგეკბიჭო. თან შიგადაში შიგნის სულს უბერავ. თებში რო გავყონიტო. სულსუ სურდო თუ გაქვს მაგრაშველის. იჰაი არჩია. მაგაიწყელი ჰაერი გამოცია. ანუ ერთი წუთით ახლა ხვდებით ხო დაქანება თებშის და საუსი არ გაიქცესო და აქამდე უნდა მივიდე რომ გავსინჯო. გინდა ჩემში ბულექსი ჩაგახედო. ერთი წამი აქ დაგვავიწყდა შეფასების მომენტი. ცომი ძალიან კნაწუნა და გემრიელი. ხორცამდე წვენამდე არ ჩავსულა. ესე რა ვქნა? მამაჰე. კი, ოღონ გაცივდეს. გაცივებული იყო თუ და? არა, ჯობდა მანამდე მომესმინა იქ. აჰა. დაიწყო ჩემთან ხორცი დაიწყო. აი ცოტა უხერხული საჭმელი კი ყოფილა ის ჩიბურები. ხორცი ჩემთან არ გამოსდა, მაგრამ გამოვაჩინა. ო მანგომია. ხორცი ძალიან წყელი იქნება ფრთხილად. ძალიან გემრიელია. ხო გემრიელია. ძალიან. ფეხარჭა. შვება? ვაიმე! მენი დაასხარა და ვიციო ტექნიკაო. გაიყვანეთ. არ სწოდნია ჩებურეკის ჭამა. არა, სადღაც ნაკერში გასყდა. გაჟონა. გასყდა. თორე ზემოდან არ გამომიშვია. ამა ვნახოთ სად გაზდის. აი გაზდის. ხედავ? ეს არა ჩემი დანაშაული. ხინ ემან ჩიბურეკმა დაკარგა ჰერმეტულ. გას ხაპაგდა. ამასობაში ხინკალი მოვიდა. მადლობა. ეს არის ქალაქური. ხომ აგემონებთ დაგებული პილპილიც ხომ მოგეხარდა. მე არ მიყვარს პილპილით. მოვატანინოთ პილპილი. ეს შეგიძლიათ რომ წაიღო და ესე შემინახო. გასვლის დროს წავე. აი ესე ოღონდ წვენი რო არ გაუვიდეს. რეკო გასკდა წვენი გაუვიდა უკვე. ზემოთ იყო გახეთქილი ნაწილი მოვაჭამე უკვე. გახეთქილი ნაწილი. ხინკალი ფრიად ლამასია. სანამ დათო ჩებურეკს არ ნებდება. ქალაქურიდან თიულური. ეს ჭურჭელი მომწონს. თიულურიც? კაი. მოდი სტეიქსაც გაგატანთ. მადლობა. სტეიქს და ესეც წაიღეთ ხო ჩემზე უთხრა. მე პირადად მთიულური ხინკლის მოყვარული ვარ, მაგრამ ქალაქურის შექმნის ისტორიაო რაღაცებს ყვებოდით შენ და ლევანი. ეხლა ნახე. ხო. სულ მიგვის რატო არ არის, ან შეიძლება არის ხინკლის კლასიფიკატორი შექმნილი რა. ეს ახლა მე ამას ვეძახი ინდუსტრიულ ხინკალს. ეს არის ქალაქურს. ხო, ინდუსტრიული. ანუ არასახში გაკეთებული. ხო, ეს ეს არის ცომი ცოტა წონით. პრიალა რო აქვს, ხო? პრიალა, იმიტომ რომ კარგად არის მოზრდილი. სახლისას ეს ხაუებიანი აქვს, იმიტომ რომ ესე კარგად არ იზილება და არ ტყდება. სკელი ცომი დიდი ხინკალი სავსე წვენით და ხორცით. ეს არის რა თქმა უნდა ისიც მიყვარს სახლის ხინკალი. ნაკლები აი ნახევარს მოვაყერო, გემო გავუსინჯო. კარგი. რამხელა მოსაყრელი ხო. მოვიტანე. ცოტა შეგვეშინეთ. მე სხვა შორის არ ვაყრი ამას. არც მე. აი რამდენიც მოვაყერო დასინჯო. всё, მაშინ აღარ მოგვიყაროთ დანარჩენს. ავიღეთ და დავიწყეთ. მოსაყრელის პრეზენტაცია იყო. მოსაყრელია, იმით შეგიძლია ქალაქს მოაყაროთ. თბილის საბურთალოზე მომიყარეთ საღამოს. ოპა, ვაი. დავიღუპე. ახალი აიღე, ხო არ გაუვიდა? როგორ გეკატე? არა, კაი.
ეს იყო ავარია. რაც ნიშნავს, რომ მაგრამ კარგად დასრულებული. ნახე ხინკაც რო გადმოიღე, როგორ წესია. უნდა კაც. DPS-ე ეს ფარტი გაცივდეს. ძის როიდო ცხელია და ხო. რახან სველი აქედან აუთხლება ინტენსიურად ხება და უფრო კარგად ცივდება. თან შეგიძლია ჩაკბიჩო. შეუბერო და ესე დაადო, გააგრძელოს გაგრილები. და ნახე, ეს ერთი ხო იღე, მეორეს იღებ აქედან წინასწარ. და დებ. მე ეს სანამ დაგდუღრავს, ის ცივდება. ყველაფერს თავისი წესია, კაცო. აბა რა. ჩაიცინეთ ეს ყველაფერი. აბა ვნახოთ. გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსები. დილაბაძე. აბა. ჩახედავ შიგნი. როგორც კაია. პატარაზე მოაჭამ ცომს, მე ჩაბერავ, რო გაცივდეს და მე კუღმა არსებობს. როგორც მოგეხერხებ. რატომ აბულინგებ? რა კარგი ხინკალია. გამივიდა. ხინკალია. ნუ ძალიან გაშინ კარგია. ტანსაცმელი მაქვს გადაგდებული. მაგ საწარმოო ტრამვების გამო. გაღიარე. ანუ კარგ ადგილას მოგვიყვანე. მოდი ახლა ქალაქური გავსინჯე, სოფლურსაც გავსინჯო. ვიღარ ჭამბოლამდე. ძალიან გემრიელია, მაგრამ მე მაინც ქალაქურისკენ ვარ. მართლა? მე მწვანელა მიყვარს. რატო? გული დამწყდა. ქალაქური უფრო რო გიყვარს. გადარჩენილი ვარ. არა, კაცო, ისიც მიყვარს მთიულულიც. დაკეპილის მიყვარს, მარტო საქონლისაც მიყვარს. ცხრიანი გიჭამია, ცხვარი საქონლი. გიძემობია. ძალიან კარგი იყო შენ გადაცემაში. სუ დამიძახე, თუ სუ ესეთი სუპრები თუ გქონდა, სუ დამიძახე. მე სხვას კი რა ვისვახე. ხოდა მე კიდე ჩავიჭირე ხა ეს პირობა. და ხშირი სტუმარი უნდა იყო. რა თქმა უნდა, რა თქმა. ხაბაბები გვაქვს კიდე გასასინჯული. ეხა მე ქაბაბს დავნერგავ საქართველოში. გაუშვებია დავნერგავ. მოგეწონა? ძალიან კარგია. ხინკალიც კარგია. წვადის ღაპრული იყო. აუ, ჭარხლის სალატი. ჭარხლის სალატი ხო არის სასწაული. კარაქი? მონალიზა ხო არის ჭარხლის სალატი. კი. ხო, აი ცალკე ოთახში უნდა იდოს და ხალხი ესეოდეს. მიმიშვით იძახ. სასწაულია. მადლობა, ძალიან დიდი სტეიკიც სტუმრობისთვის. მომეწონა. სტეიკი რა, ის იყო რა ქვია, სუკი. ძალიან გემრიელი. შნიცელი? ძალიან კარგი. გაშლილი ბადრიჯანი. რავი, ყველაფერი მომეწონა, ეხა. კარგი იყო, ძალიან დიდი მადლობა. სტუმარიც იყავი და ცოტა მასპინძელიც. სულ ცოტა. არც ითვლება, სულ ცოტა. დედაქალაქის გარეთ არა, მაგრამ დროში ვიმოგზაურეთ და გემშვიდობებით. გემშვიდობებით, თუ არ დაგემშვიდობებით, ჩვენ ამოგხვდება. სული. სულია კიდე რაღაცა რო დავამატოთ. რაღაცა იბუთქეთ. ეღარ გადავრჩევით. მადლობა, კარგად. მადლობა შენ, ნახვამდის.